სამხარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი ოპოზიციისთვის არის დადასტურება და ერთიან კონტექსტში ისინი ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა და სწორედ ამიტომ ოპოზიციას არ უყვირს, რომ ამ დოკუმენტში მოხდა ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერი. ყოფილ პრემიერზე სიახლეა, თუკი ამ დრომდე ევროპარლამენტი მთავარ საკითხებზე აკრიტიკებდა ქართულ ოცნებას, ამ შესწორებით ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც გაჩნდა დოკუმენტში და ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ მართალია არსებობს მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, მართალია პატიმარი აღიარებს დანაშაულს, თუმცა საქმის წარმოება ღარიბაშვილის წინააღმდეგ აჩენს ეჭვებს პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ და ოპოზიციაში ამბობენ, რომ აქ საგულისხმო ასევე ჩანაწერში ის ნაწილია, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის როლზე, რადგან უკვე ეჭვი არავის ეპარება მათ შორის დასავლეთში, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება მოხდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და რაგიღა პოლიტიკური პირი იღებს ამ ტიპის გადაწყვეტილებას, ეს ბუნებრივია მიანიშნებს, რომ დანაშაულის არსებობის მიუხედავად მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ქვეყანაში სადაც არ არის დამოუკიდებელი პროკურატურა, არ არის დამოუკიდებელი გამოძიება, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, იქ ცხადია, რომ მათ შორის ჩვენი მეგობრების განწყობა არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის თუნდაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შეიძლება გახდეს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ობიექტი, ხო და ეს არის, ასე ვთქვათ, მათი ობიექტური შეფასება რეალობის, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში სამართალს ვერ მოიპოვებს ადამიანი, იმიტომ რომ პოლიტიკური მოტივაციით ის შეიძლება გახდეს უბრალოდ რეჟიმის მსხვერპლი და ის, რომ საუბარი არის ივანიშვილის ყოფილ თანაშემწეზე და შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ალბათ არის ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ამ რეჟიმისთვის. ის, რომ ღარიბაშვილი ქართულმა ოცნებამ ციხეში გაუშვა, მიუხედავად მისი აღიარებისა, მიუხედავად მისი დანაშაულებისა, მაინც იკვეთება აქ პოლიტიკური განზრახვა ქართული ოცნების და შესაბამისად ევროკავშირი და ევროკავშირის პრინციპები და ამიტომ გვინდა ჩვენც ევროკავშირის წევრობა, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის დამნაშავეც დაცული იყოს კანონის უზენაესობით. ცალსახად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო და არა სამართლიანობით აღდგენისთვის განხორციელებული აქტი. რაც შეეხება ქართული ოცნების გამოხმაურებას, ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვრცელი განცხადება არსებობს, სადაც მაკა ბოჭორიშვილის უწყება აკრიტიკებს ევროპარლამენტს, ამბობს, რომ უსამართლოა დამოკიდებულება, რომელიც ევროპელ დეპუტატებს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა. რაც შეეხება ქართული ოცნების საპარლამენტო შემადგენლობას, ცოტა ხნის წინ ირაკლი ჭეიშვილმა, ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა ისაუბრა ამ თემაზე მედიასთან, ის ამბობს, რომ ასეთი ანგარიშები ქართული ოცნების პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს. რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩანაწერს, ირაკლი ჭეიშვილი გვეუბნება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება შეეხოს ქართული ოცნების წევრს თუ არა წევრს, ეს ვერ იქნება მოსაწონი ევროპარლამენტისთვის, რადგან მათი დამოკიდებულება ამგვარია, რომ ოცნების პოლიტიკა სრულ კონტექსტში დაიწუნონ და გააკრიტიკონ. ღარიბაშვილთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ადგილი არ ჰქონია, როცა დანაშაულის გამოძიება მოხდა, მაშინ მოხდა ყოფილი პრემიერის დაკავება და აქ არც გავლენების ჯგუფებს შორის ბრძოლას აქვს ადგილი, არც ბიძინა ივანიშვილის როლს. რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება საგამოძიებო სტრუქტურა, იქნება სასამართლო, თუ იქნება ზოგადად ხელისუფლება, ნებისმიერ შემთხვევაში ხედავენ შავლაქას აღნიშნული თანამდებობის პირებით, მაგაზე პასუხობთ და ანუ ჩვენს მოსაწონს, მათ მოსაწონს ჩვენ ვერაფერს ვერ გავაგებთ, საპირისპიროდ აუცილებლად ერთ ფაქტს ვერ გამახსენებთ, რომ მაგათ მოეწონა ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება ან გადადგმული ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში. ყველაფერში ხედავენ პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, ნებას, ანუ შესაბამისად ხედავენ ყველაფერში აბსოლუტურად, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არის პოლიტპატიმარი და ნებისმიერ დაკავებულ ადამიანზე ჩვენს მიერ დაკავებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ეხა ჩვენს მომხრეს დავიჭერთ თუ ესე ვთქვათ დავაკავებთ თუ ოპოზიციის მომხრეს, ყველაფერში ხედავენ პოლიტიკურ სარჩულს. როგორ შეიძლება ეხა დანაშაული იმ დღესვე აღმოიფხრას, როცა დაადგინა, როცა თუ დაადგენს დანაშაულს, იმ დღესვე ექნება რეაგირება, ან როცა დაადგენს, მაშინ ექნება გამოძიებას რეაგირება. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გავლენებს შორის ბრძოლის, ესე ვთქვათ, შედეგი.
ეს ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო კომიტეტზე დაამტკიცეს. წინ არის პლენარულ სესიაზე მისი დაამტკიცება, ანუ გაფართოებულ სხდომაზე ევროპელი დეპუტატები კენჭს უყრიან ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ანგარიშს მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე პროცედურები ამოწურული არ არის, უკვე აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. ზოგადად სამინისტრო განცხადებას, ვრცელ განცხადებას ევროპარლამენტის რეზოლუციის თუ ანგარიშის შესახებ არ აქვეყნებს ხოლმე და ეს მიანიშნებს სავარაუდოდ იმაზე, რომ ანგარიშის კრიტიკული ნაწილები ასევე საგულისხმო იყო ქართული ოცნებისთვისაც. ამ ანგარიშში საუბარია ბუნებრივია დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის ქართული არხების დასანქცირების მოთხოვნაზე ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან და ირაკლი ღარიბაშვილზე ახალი შესწორება შევიდა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ არის მიჩნეული.